პირველ რიგში გადავხედოთ პანორამულ რეჟიმში არსებულ ფუნქციებს. პანორამული რეჟიმი მოიცავს რამდენიმე ძირითად ხედვას: კბილთარ კალის ხაზს, პანორამულ გამოსახულებას, სამგანზომილებიან მოდელს და ასევე აქსიალურ, კორონალურ და საგიტალურ სიბრძნეებს. ეს ხედვები საშუალებას გაძლევთ დეტალურად შეაფასოთ პაციენტის ანატომია სხვადასხვა მიმართულებით. კბილთარ კალის ხაზის დასახაზად. პირველ რიგში გაადიდეთ გამოსახულება, უკეთესი სიზუსტისთვის. არსებობს ორი რეჟიმი: ხელით და ავტომატური. ხელით რეჟიმში თქვენ თავად ხაზავთ კბილთარ კალის მრუდს, სრული კონტროლით. ავტომატურ რეჟიმში კი ერთი კლიკით ხდება რკალის გენერირება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და ზოგავს დროს. პანორამულ რეჟიმში გამოსახულების დათვალიერებისას შეგიძლიათ დაარეგულიროთ სლაისის, ანუ ჭრის სისქე. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკისთვის, რადგან გაძლევთ საშუალებას ნაბას ნახოთ როგორც დეტალური, ისე უფრო ფართო ანატომიური სურათი. სლაისის სისქე თავისუფლად იცვლება 0,2 მმ-დან 30 მმ-მდე. ამგვარად, შეგიძლიათ მოიგოთ გამოსახულება კონკრეტული კლინიკური საჭიროების მიხედვით.